Ho, მოგესალმებით ჩერის სიფრცის პოდკასტიდან და ეს არის ახალი წლის გამოშვება. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ კლავაც მე და ნინო ვართ ერთად, ჩვენ ვიქნებით ერთმანეთის სტუმრები და ვისაუბრებთ. ნინოს უკვე იცნობ და მე მგონი წარდგენა აღარ ჭირდება. რა არის საჭირო. წინა ეპიზოდში რაღაც საჭირო არის. და ჩვენი დღევანდელი თემა იქნება არა ის რომ ვაიმე ახალი წელი მოდის და გეშინოდეთ და არ ჭამოთ, არამედ რა არ უნდა გავიმეოროთ 2026-ში, როგორ უნდა დავგეგმოთ ის, შევაჯამოთ 2025 და ესე ჯიგრულად, გემრიელად შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული ძირძველი ტრადიციები, რომ ჩავსკდეთ, ჩავიხოცოთ ახალ წელს. და აღსდგეთ. შემდეგ დღეებში. ფერფლი მოიცი ის რომელიმე შლება მენი, რა უნდა თქვა, აღსდგეთ როგორებივით? ფენიქსებივით. მე ვამბობ სულ სფინქსივით. ყველა პოდკასტში ეგ მაქვს. ანუ სადაც კი ფერფლიდან აღდგომა არის, ნახსენები ყველგან სფინქსი მაქვს. ამჯერად ფენიks. და აღსდგეთ ფენიქსებივით 2026 წლის იანვრის რომელიღაც დღეებში რა გარშე რა. სადღაც ეს პროლოგს გქონდეთ გამოვიკა აღსდგეთ, დავწეთ. მოკლედ, მაგაზე მე უეჭველი დავუბრუნდეთ მაგ ყველაფერს, მაგრამ მანამდე მოდი დავიწყოთ 2026-ში. როგორ უნდა დაგეგმონ, როგორ უნდა ანუ წარმართონ ზოგადად წაიყვანონ წელი და ვაფშე ძალიან კარგი არის ეს დაგეგმის ამბავი რა. იმიტომ რომ გეგმა, როცა გეგმა გაქვს, ყველაფერი გამოგდის. გეგმა თუ არა გაქვს და ესე სივრცეში დაკარგული და აბსტრაქტულად მოქმედებ და აი ყოველდღიურად აი pay as you go რო არის ხო იცი როგორ არის ქართულად? აი როცა გაგითავდება მაშინ რო ტვირთავ ტელეფონს. აი იდეა შეგრი არის, მაგრამ ტელეფონს ინასწარ ვერ იტანე. ანუ ეხლა მე რა იმას ვქენი, იცი რა გადმოვიტანე, იცი ინგლისში არის ორი მიმართულება. აი როცა გაგითავდება და მე ჩატვირთო და არის როცა ერთი თვისას ტვირთავ წინასწარ რა და იცი რომ ერთი თვის არის ჩატვირთული. იგივენაირად არის ხო, იგივენაირად არის დაგეგმარების ამბავიც. როცა ანუ დღე რო გათენდება იმ დღეს რო ვიწყებ რა უნდა გავაკეთო ფიქრს და სად როცა გეგმა მაგაწერილი და იმ გეგმას ჯიგრულად მივყვები რა. რა თქმა უნდა ჩავარდნები და ამოვარდნები ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ვარ მოულოდნელობების ყველას აქ რაღაც გაუთვალისწინებელი გეგმების ჩამატებაც გეგმის ნაწილი უნდა იყოს მე მგონი. შენ ადგენ ხოლმე გეგმებს წლის დასაწყისში? იცი რა არის ვადგენ ოღონდ იცი ხანდახან ვთვლი რომ გაჩნი ადამიანს რა. არის ადამიანი რომელსაც ჭირდება ამის ჩამოწერა, არის ადამიანი რომელსაც აი მე მაგალითად ძალიან მკაფიო გეგმები ყოველთვის მქონდა ჩემს ტვინში და ჩემს გზას ყოველთვის ხედავდი. აი 2025-ის შეჯამებაზე რო გადავალთ, მე ვიტყვი სად დავკარგე ეს ხედვა. სტრესების და გამო შეიძლება ეს ხედვები დაიკარგოს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში და ამიტომაც ეხლა მე მგონია რომ ჩემ შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანი არის რომ მე ჩამოვწერო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში სტრესმა შეიძლება აგაცილოთ და გადაგახვევინოს უეჭველი რა. ხო და ისე რა შეიძლება დაგეგმარებას ხო? ძალიან მიღებული პრაქტიკა არის, ძალიან კარგად მუშაობს იქ coaching-ში იქნება თუ lifestyle coaching-ი და ზოგადად აი ესეთი coach-ურ მიმართულებებში 3 კითხვა. ეს არის გაჩერება, დაწყება და გაგრძელება. ანუ stop, start, continue ესეთი 3 კითხვა არის, რომელიც გარშემოც შენ იდეაში აწყობ აი ამ შენი მომავალი წლის გეგმას. ანუ stop ნიშნავს იმას, რომ რა უნდა შეწყვიტო, რასაც აკეთებდი დავუშვათ წინა წელს და აღარ გინდა რომ გაიმეორო 2026-ში და მოდი ჯერ ავხსნე და მე გავუყოთ ყველაფერს რა ჩვენ მაგალითებზე. შემდეგი არის სტარტი, ანუ დაწყება. ანუ 2026-ში დავიწყოთ ის, რაც გვინდა და დაგვეწყო დავუშვათ 2025-ში და ვერ მოვახერხეთ და გადავდგათ ეს ნაბიჯი ბოლო-ბოლო და continue გააგრძელე. არის ის, რასაც ვაკეთებდით 2025-ში ძალიან წარმატებულად მოგწონდა ეს ჩვენს თავზე, გამოვცადეთ უკვე, რომ კარგად იმოქმედა იქ ჯანმრთელობაზე, კარიერაზე, პირად ურთიერთობებზე და ასე შემდეგ და გავაგრძელოთ იმისი კეთება. აი ამ 3 კითხვის გარშემო თუ ვიმოძრავთ, ხო, ძალიან მარტივი გამოდის დაგეგმარება, ხო? კი. ახალი გეგმის შედგენა. ჩვენ მაგალითებზეც რო გავყოთ, მოდი მოვაუზიაროთ ჩვენ მაგალითებიც არის საინტერესო. ახლა უცებ საინტერესო ჩემზე, მაგრამ მოდი შენ დაიწყე. აი stop რო დავიწყოთ პირველი კითხვით რა მინდა რომ გავაჩერო, რა არ მინდა რომ გადავიტანო. რა გაიმეორო ალბათ შემდეგ 2026 წელს. ძალიან დიდი სიამოვნებით არ გავიმეორებდი. აი რაღაცეების მიბმას ერთმანეთზე. მაგალითად, ნუ ყველაზე კლასიკური მაგალითი არის სტრესის რეჟიმზე მიბმა.
როგორც კი დავუშვათ ვისტრესები, როგორც კი აი რაღაცნაირად სიცარიელე ჩდება ჩემში, იმის მაგივრად რომ მე სხვა აი ეს ჩემი ფსიქოლოგიური მენიუ გავამდიდრო სხვადასხვა საშუალებები და სხვადასხვა ინსტრუმენტებით გადმომაქ მე რეჟიმზე და იქ ძილის კომპენსაციას ვაკეთებ, საკვების არევის კომპენსაციას ვაკეთებ და ასე. ცხოვრების წესი, ესე იგი გერავა. ესე წესი არ რო თქვა ცოტა ხმამაღალია, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი რეჟიმი. აი მართლა გულით მიყვარს ის, რაც ჩემს ხეულს პატივს ცემს. მართლა რაღაცა, ოღონდ ეს მართლა ბრტყელი სიტყვები არ არის, იმიტომ რომ მე ძალიან ვაფასებ აი იმ უნარს ჩემში, რომ მე ჩემს ხეულს დიდ პატივს ცემ, რაღაცა ვეთაყვანები ვეთაყვანებიც და სიტყვა, მაგრამ არა ვიზუალური მხარით, არამედ თავისი ფუნქციონალით, თავისი სიძლიერით, იმუნური სისტემის გამოძახილებით და ასე შემდეგ. მართლა ძალიან დიდ პატივს ცემ და შესაბამისად ჩემი რეჟიმი მე მიყვარს. და აი 2025 წელს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სტრესი, ასე ვთქვათ, აი სხვა წლებთან შედარებით, არა მენტალურ სტრესს გულს, არამედ აი ფიზიკურ სტრესს რაც ეხება, ყველაზე დიდი სტრესი 2025-ში მქონდა, რაც აი ამის გამო რაღაცნაირად აი ამ სტრესმა ჩემ რეჟიმზე ასახვა გააკეთა რა. განსაკუთრებით საქართველოში სანამ ჩამოვიდოდი, ძილიაურია. იმიტომ რომ იმდენად სიცარიელე მქონდა რაღაცა იქ მეგობრები არ მყავს, კომუნიკაციის დეფიციტი მაქვს, ოჯახში ვერ კომუნიცირებ, იმიტომ რომ მე და ავის ერთმანეთის დიდად არ გვესმის ენის ბარიერის გამო და აი ამ სიცარიელის გამო დავდექით ეს სკროლვა დავიწყე, რაც აი რა თქმა უნდა მე ვსკროლავ გამონაკლისი ნამდვილად არ, მაგრამ დღის განმავლობაში არ მქონია ეს მომენტი, რომ მე ძილი დავნებებული ყავი და მესკროლა. აი ამას პატარ-პატარა ჩვევებად რო ჩავშალოთ, რას აღარ გაიმეორებდი შემდეგ წელს. რას აღარ გამეორებდი? როგორც კი ბატონო, როგორც სკროლს ღამე. იმიტომ რომ სკროლის გამო აიხა ვართ შემზარები ამ სკროლაზე და ჩვენ ერთ-ერთი პოდკასტი აუცილებლად უნდა დავუთმოთ, როგორ გამოვილოცოთ აი ამ ჩვევისგან, იმიტომ რომ დამოკიდებულება არის ჩვეულებრივი რამშულობა, აქ შენ რაღაცა ნივთიერებაზე იქნები დამოკიდებული, ადამიანზე იქნები დამოკიდებული თუ ზოგი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული, რაღაცა ჩვევაზე, ხო? ესე ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა, რომელზეც უნდა გქონდეს აუცილებლად კონტროლი ჩვენ აღებული და არა იმას ჩვენზე კონტროლი რა. სკროლვას ღამე აუცილებლად რაღაცნაირად. ოღონდ მე არ სკროლავ ღამე. ეს მიმულია სტრესთან. როცა მაქვს სტრესი, ოღონდ აი ეს 2025 სტრესმა გამიკეთა. ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიცარიელე შემექმნა, როცა სხვა ქვეყანაში გადავედი, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე რა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის კომუნიკაციის მხარე რა. და კომუნიკაციის მხარე რო ჩამომეშალა და ჩამომენგრია, რაღაცა მარტივ დოპამინს მივაგენი რა, აი ამ სკროლვას. და როდის ღამე, როცა ჩემი დრო იყო. ამას არ გადავიტან არც ერთ შემთხვევაში. 2025-ში ასევე არ გადავიტან იმას, რომ რა თქმა უნდა ქვეყნის ცვლილებას მოყვა, ანუ როდესაც ბევრი სტრესი არის, პირად ურთიერთობებზეც აისახება, ხო? და პირად ურთიერთობებში ძალიან შემიმცირდა ტემპო, როგორ არის? ნებისყოფა. აი რაღაცებზე ნებისყოფა არ მოყოფნის. აი ამასაც არ წავიღებდი რა, რაღაცნაირად მინდა რომ ეს ნებისყოფა ისე დავიბრუნო, არ და მქონდა ადრე ეს ნებისყოფა. თითქოს შეჩვეული ვიყავი. ამას პირად ჩემ დაქალს ველაპარაკებოდი რა, ესე შემოგვეთერაპია, ასე ვთქვათ და ჩემ ინსტაგრამის მიმდევრობა კი იციან ეს სტორებში გავაზიარე და იქ ვამბობდი რომ მე და ჩემი დაქალი, რომელიც არის ინგა ბლესი, ფსიქოლოგი, რაღაცა ჩემ ტელეფონზე დავრეკეთ, ვილაპარაკეთ და ფაქტიურად თერაპია გამოგვივიდა რა და აი ინგასა ვახსენე რომ მე აი არ შემიძლია მეთქი აი ხო შეიძლება კაცო ყოველ დილას ვეძებთ ხელთათმანს, მატეოს ხელთათმანს რა ოჯახში. ხო შეიძლება რომ აი ამ კაცებმა ცოტა 5 წუთით ადრე წინ გაიხედონ წინ, ანუ უეჭველი მოხსის ხელთათმანებს და მიყრის აქეთ იქით. აი ხო შეიძლება ეს ერთად გადაკვანძო და ერთად დადო, იმიტომ რომ ყოველ დღე დილას ვეძებთ ხელთათმანს და ყოველ დილას ხელთათმანის გამო ვაგვიანებთ სკოლაში მატეოს. ხო და აი ამაზე ნერვები მეშლება მეთქი და გამოვდივარ წყობიდან თქო რა და მე ღრიალ ჭუბობ და ჯაჯღანებ თქო. ჩაიდანის ადოღებას რამდენი ხანი უნდა ინგა მეუბნება და ნუ მეთქი ხა ეს ელემენტარული მაგალითია, მაგრამ აი სხვა რაღაცაზე თქო რაღაც ბევრი დრო ჭირდება რა, რომ დავიდეს ის აზროვნებამდე თქო და ჩაიდანის ადოღებას რამდენი წუთი ჭირდება ინგა მეუბნება. ნუ რა ვიცი მეთქი ხა 2-3 წუთი თან ფიქრობ მეთქი რას მოვარგებ ხა ეს კალე რა ჯუაშა ჩაიდანის ადოღება.
ადუღების პროცესშიო რასაკეთებო შენო აი გახარო და ეჭუბები ჩაიდანსო რომ ადუღდი რატო არ დუღდები რა უბედურებაა ეს რატო რეიტვერი სწავლე რომ ერთ წუთში უნდა ადუღდე ხო არ ეჭუბები და ხო ელოდებიო და სხვა რაღაცას აკეთებო აი იგივენაირად იმას ქენიო რა მიუდექიო რა ეს ის დრო რაც იმას ჭირდება ეს იმას ჭირდება იმიტომ რომ სხვა ადამიანი არის შენ სხვა ადამიანი ხარ მეთქი ჩაიდანს ტვინი არა აქვს თქო და ამას ტვინი აქვს ხო შეიძლება რომ გაიგო აუ ზაღადობა ისინი ქონდა დიალოგები და ნუ ბოლოს შევთანხმდით ისე რომ თურმე ჩაიდანსას ტვინი ქონია იმიტომ რომ იმ ჩიპზე ზუსტად 3 წუთი ტვინი არის იდეაში ჩადებული ხო და ნუ აი აუთკამი იყო ეგ იდეაში რა რომ თუ კი სხვა რაღაცას ელოდები და სხვა რაღაცაზე გაქვს იმის ნებისყოფა და გაქვს ინსტრუმენტი რომ შენ ნერვები არ მოგეშალოს ის 3 წუთი და სხვა რაღაცა აკეთო ზუსტად აქაც იგივე ინსტრუმენტი უნდა გამოიმუშაო რომ და მიმართო იმ ინსტრუმენტს და ამის გამო შენ უნდა დაფიქრდე რა შეგიძლია გააკეთო და რა შეგიძლია მოიყვანო შენ ცხოვრებაში ისეთი სხვადასხვა საქმიანობა რაც აი ამ ნებისყოფას შეგინარჩუნებს რომ ოჯახში ეს პირადი ურთიერთობები ძალიან არაგერია. მე მგონი შენ რაც ილაპარაკე ხა აქედან გამოდის რომ პატარ-პატარა ჩვევების ჩამოთვლა კი არა შენ შემთხვევაში მართლა დასაწყისში რაც თქვი სტრესის არ გადატანა ყოველდღიურობაზე არის შენი მთავარი კი ესეც ერთგვარი სტრესია რა თქმა უნდა. მთავარი ის რაც უნდა დატოვო 2025 წელს და არ უნდა ჩაწერო 2026-ის გეგმებში. კი, ნამდვილად. ნუ თუმცა ძალიან ადამიანური მომენტია, როცა სტრესი პირად ურთიერთობაზე გადადის და გადადის აი ჩვევებზეც. კი. უბრალოდ კი ბატონო. მე ჩავწერდი ჩემ შემთხვევაში სკროლოს აუცილებლად შენ რაც ახსენე, რაღაც ეგრეთ ჩემ შემთხვევაში ეგრეთ დაემთხვა რომ 2025 წელს ბევრი თავისუფალი დრო აღმოჩნდა და ასევე ბევრი ანუ მე თვითონ გამოვუთავისუფლე ბევრი დრო ჩემ თავს რომ თითქოს აი ესეთი მარტივი რაღაცებით გამერთო ჩემი თავი როგორც არის მაგალითად ტელეფონის სკროლვა. რაც არაფრის მომცემია რეალურად და ჩემი რესურსის მეორე ის რასაც 26-ში არ წავიღებდი არის ჩემი რესურსის არ გაფლანგვა. აი ყოველს მაგარი რაღაც ახსენე აი რესურსი ადამიანის რესურსი არის რაღაცა ჯერში ამოუწურავი და უძლიერესი ფენომენი და მართლა იმდენ რაღაც შეუძლია ადამიანს გააკეთოს თუ მის ენერგიას სწორად მიმართავს. ოღონდ ეს ენერგია უნდა გამოიმუშაო. და ენერგიის გამომუშავება ყველაზე კარგად ხდება ვარჯიშით. თუნდაც ხო. კი. ეგ იქნება ჩემი სია, რასაც არ წავი. რასაც არ წავი. უფრო სწორად 2025 წელს. კი, ეს და შემდეგი იყო, რაც თქვი, მე მგონი შემდეგი არის რაც დავიწყებით 2026 წელს. არის რამე ახალი, რაც შენ ჯერ არ გაქვს დაწყებული და დაიწყებდი? 2025-ში რაც დავკარგე იმას დავიწყებდი იმიტომ რომ მანამდე ეს მე მქონდა წვეტა მქონდა უბრალოდ ერთწლიანი წვეტა მქონდა და აუცილებლად აღვადგენ 2026-ში ჩემს დამოუკიდებლობას რა მხრივ ვიცი რომ ანუ მე მაქვს ის რესურსი რომ ძალისხმევა გავიღო და როცა უცხო ქვეყანაში ხარ მართლა უნდა გაიღო ძალისხმევა რომ შენი წრე შეკრა მეგობრები გაიჩინო ვიღაცა უფრო მეტჯერ დაურეკო ვიდრე დავუშვათ საქართველოში გჭირდებოდა რომ დავუშვათ იქ შეხვედრაზე დაითანხმო და შეხვედრა დაიგეგმოს ხო აი ამას აუცილებლად დავიწყებ მე იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ამ წელს კი ვაცნობიერებდი ამას თეორიულად ვაჟღერებდი სულ რომ ეს მე მჭირდება იმიტომ რომ ფაქტიურად ჩემი ადამიანური რესურსი და ზუსტად ეს ემოციური სიცარიელის მიზეზი არის ის რომ მე ეს კომუნიკაცია ეს ადამიანებთან სოციალიზაცია ძალიან დამაკლდა. აქ ეხა დარბაზში დავდიოდი, იქ დავდიოდი, იქ ჯერ ენას ვსწავლობ, ანუ რაღაცა წინა მოსამზადებელ ფაზებს გავდივარ რა. სოციალიზაცია გიჩერდა. ხო, ნუ აი პირველი წელი ნუ ძალიან ცნობილი მომენტი არის და ძალიან ბუნებრივი მომენტია რომ ქვეყანას რო იცვლი მით უმეტეს ამასაკში პირველი წელი არის ადაპტაციის პერიოდი. აი ეს ყველაფერი თეორიულად ძალიან გააზრებული მაქვს, მაგრამ მაინც ეს სიცარიელი წარმოიქმნა და ამ სიცარიელეს კი ვიცოდი როგორც უნდა მებრძოლა დავუშვათ ადექი რა დაურეკე იქ უამრავი გამომწერი გოგონა გავიცანი რომთანაც აი ძალიან კარგი ურთიერთობა ჩავმიყალიბდა და ადექი დაურეკე და იყავი ინიციატორი რომ გახვიდეთ გარეთ რა ან იქ რაღაცა დარბაზში ვიღაცას გამოელაპარაკე მაგრამ აი თითქოს ეგეც მეზარებოდა აი თითქოს რაღაცა ეგეც ჩავკალი აი არ ვიცი რა მომენტი მქონდა რა ეს ყველაფერი მოკლედ ერთმანეთს აეწყო ერთმანეთზე და აი ეს ინიციატივა ეს ძალისხმევის უნარი ეს ყოფილი ჩავკალი ამიტომ ჩემი 2026 წლის დაწყება ზუსტად იქნება ეგ რომ აი ეს წვეტა ამოვქოლო და აი ინიციატივა დავიწყო ანუ ჩემი თავარი
2026 წლის სტარტი და დაწყება იქნება ინიციატივა. რომ დავიწყო ინიციატივის გამოჩენა. ურთიერთობებში იქნება, თუნდაც კარიერაში იქნება თუ ასე შემდეგ. საინტერესოა და იმედია გამოგივა. ხა, შენ რა უნდა დაიწყო? არ მეპარება რომ გამოგივა. მე რა უნდა დავიწყო? ოღონდ ამასთან ერთად ბოდიში გაგაწყვეტინე, ჩვენ გვინდა რომ აი ამ კითხვებთან ჩვენთან ერთად თქვენც დაჯდეთ და აი ამ ეს ყველაფერი ჩამოწეროთ, დაიმახსოვროთ, გაიმეოროთ, ხმამაღლა გააჟღეროთ, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენთან ერთად თქვენ აუცილებლად ეს ყველაფერი აი ამ სამ კითხვას აუცილებლად გასცეთ პასუხი. ხო. რთული ახლა ისე უცებ მოვიფიქრო. რას დავიწყებ? ის რაც რეალურად მართლა მინდა და არა რაღაც ლამაზი შეფუთული სიტყვები რო არ გამოვიდეს. ესე უცებ მოფიქრება რთულია. რას დავიწყებდი და ალბათ 20-25-ში ბევრი იდეა მქონდა და რაღაც არაფერს მიმართულება არ მივეცი და 26-ში ალბათ მაგას დავიწყებდი. თუნდაც ძველი იდეების ან ახალ იდეებთან უფრო ფრთები შევასხა ჩემი იდეებს, ეგრე რო ვთქვა. ძალიან ჩვენიერი გასასარევი. და მესამე იყო, რას გააგრძელებდი? კი. რას გააგრძელებდი? იმას რაც საკეთებდი 2025-ში, ნახულობდი რომ გადასარევად მუშაობდა. სხვა შორის რაც გააგრძელებზე, ხო, აი ძალიან ესეთი მომენტი არის. მე ხა მაგალითად წლები მე რომელში მოხდა 2004-ში მოხდა, 3-ში მოხდა თუ 5-ში მოხდა. ანუ არ გვახსოვს რა და მაგაზე ყველაზე მაგარი გამოსავალი არის, აიღო შენ ტელეფონი ნახო ალბომი 2025 წლის 2025 წლის და ნახო სად როდის რა იყავი რა გაძლევდა ბედნიერებას ფოტო აუცილებლად გაგახსენებს შენს შინაგან მდგომარეობასაც ამ დროს ბედნიერი იყავი უბედური იყავი რა ანუ იმ მომენტში რა გაძლევდა აი ყველაზე ბიძგი რა მოგცა ყოველ შემთხვევაში და ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის შენი ტელეფონის ალბომი იმიტომ რომ ეხლა ისეთი დრო არის რომ ჩვენ ყველაფერს აღვნიშნავთ არა აღვბეჭდავთ იმიტომ რომ და ადამიანის მეხსიერებაც ეგეთი არის რაღაც ფოტო მეხსიერებით კი ფოტო მეხსიერებით უფრო იმაშობი და აუცილებლად გაგახსენებს ოღონდ შენ შინაგან მდგომარეობაზე ის რაც დაუშვათ იმ ფოტოდან შენ ნახე რომ იმ რაღაცის გაკეთება იმ რაღაც აქტივობა ბედნიერებას განჭებ და ადგები და გააგრძელებ ხო ეს გაგრძელება მე მგონი ყველაზე მარტივი გასახსენებელი არის ზუსტად აი ამ ფოტომასთან რას გააგრძელებდი არ მახსოვს. დაათვალიერე. შენი ფოტოები, შენი მერჩევა გამოიყენე ამ შემთხვევაში. გავაგრძელებდი რას ნუ ვარჯიშს სასახადრო უეჭველი ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ აუცილებლად. რას გავაგრძელებდი კიდე? აი არ მახსოვს. მოგზაურობას არ გავაგრძელებდი. აი ნერვი არ მაქვს მოგზაურობა. დაიყალე. დავიღალე კი რა იმდენად დიდ სტრესს მაძლევს აეროპორტი. ფრენის არ მეშინია ვაფშე. აი პროცესი, ჩეკინი, overweight-ი, მუდმივი დროულად მისვლა, იმხელა სტრესი არის ჩემთვის, რომ აღარც ის მოგზაურობა, შემოგვი ვიღაცა თუ ამიღებს და აი სხვაგან დამდებს და რაღაცა ის კინოებში რო არის, რაღაცა პარალელური სამყარო გაიჩნდება, ეგ რაღაცა რგოლი გაიჩნდება და იმ რგოლში გადავხტები და იმ სხვა ქვეყანაში აღმოჩნდები, ბაზარი არ არის, მაგრამ დანარჩენი აი ამხელა სტრესი არ მიღირს მე მოგზაურობა. ძალიან ვისტრესები მართლა რა. კარგი და ვარჯიშის გარდა არ გახსენდება რა მე რასაც გააგრძელე? და რა გავაგრძელებდი? მოიცა ერთ წამ მართლა გადავხედო. გადახედე, მანამდე მე შევეცდები ვთქვა. რას გავაგრძელებდი? აღვნიშნავ იმას, რომ მე მანამდე ყოველთვის ვარჯიშობდი ძირთადად სახლში და წელს დავიწყე აქტიურად ვარჯიში დარბაზში და 20-26-შიც ალბათ ამას გავაგრძელებდი. რადგან უფრო ჩემი კომფორტი ვიპოვე დარბაზში ამ შემთხვევაში. არიან გოგოები, ვინც სახლში უფრო კომფორტულად ვარჯიშობენ, ჩემ შემთხვევაში ეს იყო დარბაზში ვარჯიში და ამას გავაგრძელებდი. რას გავაგრძელებდი? დიდი საუნებთ გავაგრძელებდი ამ პოდკასტის კეთებას. კადრის მიღმა. ხო. მაგრამ ამაში ცოტა მაყურებლის მხარდაჭერაც გვჭირდება. ეს ორი დაგვაიწყო, ხო? აი 2025 წელს ავიწყო ჩვენი პოდკასტი. აუ მე არ ვიცი სიმართლე გითხრა არ ვარ დარწმუნებული გაგრძელებაზე მაგრამ ანუ თან მინდა თან აი არ ვარ დარწმუნებული იმიტომ რომ ეხლა უკვე ჩემი ანუ ამ პოდკასტის გაგრძელება დაკავშირებული არის ფრენებთან იმიტომ რომ მე ამ პოდკასტის ეპიზოდების გამო უნდა ჩამოვჭე ხო ესე ვიღებთ 8-9 ეპიზოდს ერთდროულად ეხლა მაგალითად ჩავწერ ჩვენ რაღაცა ისე რომ მარტამდე გავკაჩოთ მე მარტში უნდა ჩამოვიდე მარტში ჩავწერთ ანუ ჩემს წასვლა-წამოსვლასანაც არის კავშირში პოდკასტის გაგრძელება რა. ხო და შესაბამისად, ლაგარ ვარ დარწმუნებული არ ვიცი. აქ ავწვით მე და ნინო გეკმეში.
არა, ძალიან მინდა რომ გავაგრძელო. ვიცი რომ ეს არის პლატფორმა, რომელსაც დანებება არ ჩვევია და არ უყვარს დანებება. ვიცი რომ ჩვენს თავზეც გაიწყენს YouTube-ის ვარსკვლავი და მოვა უბრალოდ თავარია ჩვენი ნიშა ვიპოვოთ, იმიტომ რომ ფაქტია რომ ფიტნეს არავინ არ უყურებს საქართველოში. ფიტნესის თემა არ არის დიდად ყურებადი და ჩვენი დაკვირვებით და ჩვენი მითი რა ქვია სტატისტიკით საჭირო თემებს აქვს უფრო მეტი ნახვა და აი საჭირო თემებზე გადასვლას რა ვიცი ხა მე არ მაინტერესებს. არ უნდა ნინოს და არც მე არ მინდა პრინციპში. რავი თქვენ თუ მოხვალ და იჭერო. ან გვიყურეთ ან დავიხურებით. ეგრე გადაწყდა. მოიფიქრე რა საკრძელებ და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. თუ ვერ მოიფიქრე. ვარჯიშის გარდა ვერაფერს ვერ აგრძელებ ნინო? 2025 წელი იყო ჩემი სრული აი ქაოსური პერიოდი რა. სხვათა შორის აი რო გითხარ შემომე თერაპია თქვა და რაღაცა ინგამ ეს ასოციაციური ბარათები გამიკეთა, ანუ ინგა მაიამიშია, მე მადრიდში ვარ, წარმოიდგინე და ასოციაციური ბარათები და არ ვიცი ველი, ენერგეტიკული ველი, რანაირად მუშაობს, რანაირად მოქმედებს, მაგრამ სამი ზუსტად ისეთი ბარათი ამოვიდა, რომ აი შოკში ვიყავი. ანუ ერთი იყო ჩემი სიტუაციის აღნიშნული ბარათი და სიტუაციის აღნიშნული უნდა ამოეღო, სიტუაციის აღნიშნულის გაშლაზე ვიყავი, თემის გაშლაზე და ამოვიდა ტიპი, რომელიც აი რაღაცას გაკვირვებული, განცვიფრებული, გაოცებული და შეშფოთებული აღმომხდარი ხმით ხდება უყვირის რა. ანუ მე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, ანუ ეს ქაოს. მეორე იყო ჩემი სიტუაციის აღწერელი და ამოვიდა ისეთი ბარათი, რომელიც იყო სრული ქაოსი ფოტოზე და ორ სხვადასხვა არსებას უჭირავს ერთი რაღაცა და აი ძალიან სიმბოლური იყო, რომ მე და ავი ვართ, ანუ მე და ჩემი პარტნიორი ვართ ორი სხვადასხვა ადამიანი და გვიჭირავს ერთი მატეო, ერთი შვილი მატეო, რომელიც ანუ აქეთ ქალი იყო და აქეთ ანუ ეს ქალი ბოლომდე ბარათები ყავს. ძალიან ესე ხო, აი ძალიან სწორად აღნიშნავდა რა იმ სიტუაციას და მესამე იყო უკვე ჩემი შინაგანი მდგომარეობა და შინაგანი მდგომარეობაში იყო ერთი ქალი ეზიდება აი ჩემზე მაღალ ჩემოდანს. ოღონდ ესეც როგორი დამთხოვარი რომ ერთ ჩემოდანზე ვზივარ, სულ ეს გადაფრენა გადმოფრენა მიწევს. მეორე რომ ტვირთი არის ჩემთვის რაღაცნაირად, ეს 2025 წელი იყო ძალიან დიდი ტვირთი და შესაბამისად რო გითხრა რომ 2026 წელს ამას გავაგრძელებ თქო, თუ გავაგრძელე იქვე შეიძლება ჩავიჟალო და ჩავკვდე. ანუ 2026 წელს უნდა არ დამისვენია ფაქტიურად ვერც გავაგრძელებ. უფრო სტარტი და სტოპი არის ჩემ შემთხვევაში რა. გასაგებია, მოდი გავაგრძელებ ვარჯიშს. შეჯამებას პრინციპში მოვრჩეთ, მაყურებლებსაც ურჩიეთ რომ ამ კითხვებს თავადაც უპასუხონ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ეს კითხვები, რა არის ის რაც აღარ გინდათ წამოიღოთ 2026-ში და შეწყვეტდით 2025-ში, რა არის ის რასაც დაიწყებთ 2026-ში და რა არის ის რასაც გააგრძელებთ 2025-დან. ის რაც კარგად მოქმედებდა თქვენზე, თქვენ შინაგან მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე და ასე შემდეგ. ეხლა დავიწყოთ ახალი წლის თემა. ორ დღეში ახალი წელია, ყველა ოჯახში არის ფუსფუსი, ზოგან გოზინაყი უკვე მზად არის, საცივისთვის ინგრედიენტებს იმარაგებენ. ორი დღით ადრე დეჩემ ნამტყურის ფირფიტებს აკეთებ. ეხლა სავარაუდოდ ჩემ ოჯახშიც რაღაც მსგავსი ხდება, დარიჩინის სურნელი ტრიალებს. და ვიმედოვნებ, რომ ყველა ქართველის ოჯახში მე მგონი ახალი წელი არის ის დღესასწაული, სადაც ყველა აღნიშნავს მინიმალურად შეიძლება, მაგრამ მაინც. აუცილებლად. და ეს არ უნდა იყოს პირველ რიგში გოგონებს გავაფრთხილებ, იმიტომ რომ ბიჭებს იმდენად არ აქვთ ეს შიში, გოგონებს აქვთ ეს პანიკური შიში, რომ ვაიმე ახალი წელი მოდის და ის რაც გავაკეთეთ მთელი დეკემბრის განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში უნდა ჩაიყაროს წყალში. მაგის გამო, მაგ ფიქრების გამო დეკემბერშიც არაფერს აღარ აკეთებენ, იმიტომ რომ მაინც აზრი არ აქვს მე ახალი წლები მოდის და ის მაინც წყალში ჩაყდეს ამ შოას. არანაირად. და კიდე პლუს აქედან სოციმედია უმატებს, რომ რა ქვია, რა უნდა მიირთვა რაღაცა ახალი წლის უბრალზე და რა არ უნდა მიირთვა. უნდა მიირთვა ყველაფერი, რაც კი შენს წინ არის, ყველაფერი უნდა მიირთვა. იმიტომ რომ ეს არის ახალი წელი და ეს არის ჩვენი ხალხო, ეს არის ის რაც გამოგვარჩევს და უნიკალურს გვხდის სხვა ქვეყნებიდან. ეხლა მე გელაპარაკებით როგორც 40 გადაშორებული ადამიანი, გელაპარაკებით როგორც სხვა ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანი ამჟამად და გელაპარაკებით როგორც ქართველი რა.
ის რაც აი ესეთი პატარ-პატარა ტრადიციები არის, ისე დავაფასე. აი ბოლო წლებში და ისე დავაფასე განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში გადავედი, ნუ აი წარმოუდგენელია და ეს მართლა ისეთი განსაკუთრებული რაღაც არის ახალი წელი, რომელიც არ უნდა რაღაცნაირად არ უნდა დავთრგუნოთ ჩვენი ამ ფიქრებით იმის გამო, რომ იქ რაღაცა ორი გოზინაყით მეტი შემომეჭამა. ჯერ ისეთი რო ვამბობთ, რომ იქ რამოდენიმე დღე არის, სულ რაღაცა кейფი გვიწევს. კი ბატონო, მაგრამ თუნდაც ბევრი დღე იყოს. მე მაგალითად დიდი ოჯახი მყავს. დიდი ოჯახი რას ნიშნავს? ბიძაშვილი, მამიდაშვილი, გარებიძაშვილი, ანუ ბიძაშვილიშვილი და გვაქვს ეს მიმოსვლა. და შესაბამისად, ეხლა შეიძლება პირველი ორი თუ სახლში აღნიშნოთ, ხო? იქ სამში ერთ ნათესავთან მივდივარ, 4-ში, მეორესთან 5-ში, მე კიდე კორპორატიული, მე ის ანუ გამოდის, რომ აი ინგლისურში კაი სიტყვა არის holiday season, სეზონი არის, საახალწლო სეზონი არის და საახალწლო დღეები არის, რომელიც ისედაც ფიზიკურად ვერ შეჭამ იმდენს ყოველდღიურად, რომ აი ამ ფიქრებით არ გამოილაყო და არ გაინადგურო ახალი წლის დღეები რა. ვერ შეჭამ ფიზიკურად ყოველდღიურად ადრე და ანუ იქნება დღე, როცა მოგინდება განტვირთვა და თუნდაც იმ ნათესავთანაც რომ მიხვალ, რაღაცა უკვე ლიმიტირებულად გადმოიღებ, იმიტომ რომ უკვე იცი შენი სხეულის მდგომარეობა, ხო? ამიტომ ის რომ ჩვენ აქ სოცმედიიდან უთხრათ, რომ ეს გადმოიღე, ის არ გადმოიღო, ცილა ჯერ მწვადი ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებას და აი დესერტზე უარით ხო? აი რატო? მიგზიან კერძებს მოერიდე. გავსკდები მე იმდენ შევჭამ ღმერთო. როგორ მენეტრება. საახალწლოდ ერთ გოჭს ცალკე მევჭამ. როცა არის საშუალება რა თქმა უნდა, რაც საშუალება გაჩნდა იმ მანამდე ჩვენ არ ქონდა საშუალება, ზოგადად ძალიან გვიჭირდა და გოჭის ნაწილი ქონდა ხოლმე ზოგადად ახალწელს. ისიც ბიძაჩემისგან ანუ გამოგზავნილი ხო? და ანუ რაც საშუალება გაგვიჭდა თალკე გოჭს ვყიდულობ მარტო მე. ანუ არავინ არ უნდა შეყო. ეს გოჭი არის მარტო ჩემი. იმდენად მიყვარს საახალწლო გოჭი. მოდი ესეც ჩურჩხელაზე შემიძლია დილას შუადღისას და საღამოს ვიჯდე ჩურჩხელაზე. აი როგორ შეიძლება ჩურჩხელაზე ადამიანმა უარი თქვას. ნიგზიანი ფხალეული რაღაცას, აი სასწაული საჭმელები გვაქვს. ერთადერთი რასაც ვთვლი რომ აი ყოველთვის კეთდება და ფუჭდება ჩვენ ოჯახში არის ოლივიე სალატი. აი ამდენი გებრიელი საჭმელებს მე ამ ოლივიეს. ეგ მე მგონი იმიტომ რომ მარხვის პერიოდი რახან არის, მაინც ვინმე რომ მარხული მოვიდეს. ხო, თუ კვერცხს უშვებით. ჩვენ კვერცხს უშვებით, არა, ჩვენ უმარხოს ვაკეთებთ. უფრო ალბათ მაგმიზეის გამო არის საახალწლო სუფრაზე, რომ რახან მარხვა. აი მე არ მახსოვს, რომ ოლივიეს სალათა დიდი მითქვამით, მე რა აი არ გაფუჭებ, იმიტომ რომ აი რატო თან მაინც აკეთებს, ხო? ეს გძველი ისო, აი მაინც სართულები უნდა იყოს რა. აუ ძალიან ლამაზია რა. კი, ბაზარი არ არის საჭმელების გაფლანგვა, ცოტა ისეთი მომენტი არის, იმიტომ რომ იმას თუ წარმოვიდგენთ, რომ იქ სოფლიოში ვიღაცებს კაცო გვაქვს და შევირგოთ რა რაც გვაქვს. ვისაც გვაქვს, გვაცადეთ ბატონო შეგვარგეთ. ისიც ვთქვათ რომ ახალ წელს იმდენს ვერ შეჭამთ რომ სასწორზე მოიმატოთ ბევრი კილოგრამი. რეალურად თუ სასწორის რიცხვები აჩვენებს მომატებულ კილოგრამს, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ამ ახალი წლის პერიოდში ბევრმა ტკბილეულმა, სასმელმა, გართობამ, უძილობამ მათ შორის ცოტათი შეგვაშუპა, სითხე შევიკავეთ და ეს იმას არის დიეტის გარეშეც, ზედმეტი კონტროლის გარეშეც ეს კილოგრამები თავისით წამოვა ქვემოთ, ეს არ არის მომატებული ცხიმი. მე მგონია რომ აი შიში ზუსტად იმ ადამიანს უჩნდება, ვინც დავუშვათ აქამდე აი ამ ჯანმრთელობას, დავუშვათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ფიზიკურ აქტივობას, კვების სწორ კვებას, ესე ბჭყალებში ვიტყვი, იმიტომ რომ სწორი კვება ძალიან პირობითია. რა არის სწორი კვება კაცმა არის, ანუ იმ ადამიანს, ხო, ვისთვის რა არის, ხო, კაცმა არის არა, მაგრამ ეხლა ვეგანისთვის მაგალითად როგორ შეიძლება სწორი კვება დაარქვა რაღაცას? აი რაღაც გადაწყვეტილებას, სწორ გადაწყვეტილებას ხო ვერ დაარქვა? ყველა გადაწყვეტილება ხო ძალიან ინდივიდუალური არის, ყველას კვება არის ძალიან ინდივიდუალური, თავარია ჯანმრთელი იყოს ის, რასაც ვიღებთ ძირითადი მომენტი, ხო? ამიტომ სწორი კვება, მე მგონია რომ თვითონ ფორმულირება არის თავიდანვე არასწორი რა. და აი იმ ადამიანს უჩნდება ყველაზე დიდი შიში ზუსტად ესეთი დღესასწაულების, რომლებიც აქამდე აკრძალვებით მოდიან და ძალიან ბევრ შეზღუდვებს უწესებენ თავის თავს.
რომ იქ რაღაცა ზედმეტი კალორიული დეფიციტი არის, იქ რაღაცა შიმშილი არის, იქ რაღაცა მარტო ბოსტნეულის ჭამა, იქ რაღაცა დამსჯელობითი ვარჯიშები არის. ანუ თუ ესეთი რაღაცები ადამიანს ახასიათებს, აი ესეთ ადამიანს უფრო ექნება შიში ახალი წლის. დანარჩენ შემთხვევაში აი არანაირი საფუძველი არ გაქვთ, რომ თქვენ აი ესეთ დღესასწაულების, აი ესეთი ძვირფასი დღესასწაულების, რომელიც მოგონება ცალკე მოგონებად გრჩება და ეს არის ზუსტად ის მოგონება, რასაც მე ძველი წლების და ძველგაზრდობის წლებში სიამოვნებით მოიგონებ და ზუსტად აი იმ სიცარიელების შემავსებელი, რაც დამიჯერეთ ემიგრანტებს ძალიან დიდი აქვთ, ასე ვთქვათ რა. იქ რა თქმა უნდა უკვე დაფუძნებული ემიგრანტები, უკვე დაფუძნებული ადამიანები, ანუ ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია უკვე იქ ცხოვრობენ, რა თქმა უნდა თავის წრე აქვს, ისე აღნიშნავენ ახალ წელს რაღაცა, მაგრამ ეხლა მე რომ მაგალითად ახალ წელს ესპანეთში დავჩენილიყავი, აი ეს რო გითხარი სიცარიელე თქო, ჯურღმული გაჩნდებოდა უშველებელი, მე რომ იქ გამეტარებინა ახალი წელი. შესაბამისად, აი დავაფასოთ რა და ანუ იმის გამო რომ რაღაცა კილოგრამები შეგვეშინდეს, აი ამ უძვირფასეს ტრადიციაზე და აი ამ ლამას დღეებზე უარი არ ვთქვათ. ჩვენი თავის გრინჩები ჩვენვე ნუ ნამდვილად, ხო? აი ზუსტად რა რაღაცა თქვი. არ იყო გრინჩი ძმა. ჭამე რაც გინდა. კურთხევა. ჩემი გამოწერები ეს არის დღესასწაული, აღნიშნეთ ახალი წელი, შობა, თუ გაგიხარდებათ ძველი ახალი წელი. უამრავი მოგონებები და იზრუნეთ რომ მოგონებები შეიქმნას. სხვათა შორის მე ძალიან მომწონდა ინგლისში ტრადიცია და ესპანეთშიც არის. აი როცა შობას იკრიბებიან, ოჯახური თამაშები აქვთ ხოლმე რა და მარტო სმა, ჭამა და ალკოჰოლი არ არის, იქ რა რაღაცა. ოჯახური თამაშები, სახალისო და ნუ აი ეს რაღაცები ქმნიან მოკლედ მოგონებებს სამომავლოდ. ფოტოებს ზუსტად, ვიდეოებს და ასე შემდეგ, რომელიც მე გაგახსენებ. წარმოვიდგინე წლის ესეთი დადებითი დასაწყისი, მე რაღაცნაირად მუხტს აძლევს შენ მთელ წელს, რომ ესე დადებითად გააგრძელო. ნამდვილად. მოდი რჩევა მივცეთ გოგოებს, რა გეგმები ჩაწერონ თავიანთი 2026 წლის სიაში. ჩვენიდან გამომდინარე ცხადია, ხა ვიღაცას ინდივიდუალური გეგმა შეიძლება აქვს ენის შესწავლა, რაღაც ცხოვრებაში რამის მოგვარება, ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით. ერთი ის რომ ალბათ თუ არ აქვთ ფიზიკური აქტივობა, უნდა დაიწყონ. ამის უამრავი საშუალება არსებობს ჯერ მარტო Cherry Fit აპლიკაციაში. აპლიკაცია პროგრამა იგეგმება რომ ფასიანი, აი უამრავი რაღაცა არის რა, იდეაში ადამიანს თუ უნდა ყველა ვარიანტში ექნება. აი მანდ არის რომ პირველი გეგმა რაც უნდა იყოს, რომ თავიანთი სურვილი გააძლიერო. და სურვილის გაძლიერება ნიშნავს აი ამ სურვილზე კონცენტრაციას. როდესაც შენ იმ რაღაცაზე ფიქრობ, ძალიან ბევრს ხო, აი რაღაცა დაისახე მიზნად და შენ აი ამის გარშემო იწყებ ფიქრს. შენ თვითონაც გაგაუცებ შენი თავი, იმდენი იდეა შეიძლება წამოგივიდეს აი ამ რაღაცის მიმართ. თავარია 1-5-10 წუთი გამოყოფ და კონცენტრირებულად აი იმ რაღაცა დაწერილ ორ სიტყვაზე იფიქრო. თუ გინდა ვარჯიშის დაწყება, დაჯდე და იფიქრო როგორ უნდა დაიწყო ვარჯიში. ზოგადად გეგმებს როცა ვადგენთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დავადგინოთ სად ვართ ახლა. თუ საერთოდ არ მაქვს არანაირი ფიზიკური აქტივობა ჩემს ცხოვრებაში, ვერ დავისახავ იმას, რომ რაღაცა შეჯიბრებზე ვიარო, სპორტსმენი გავხდე და 12 კუბიკი მქონდეს აგერ წინ გამოსახული 6-ის მაგივრად ხო? შეგამიქვირდა. რაღაც გეშლება. ვიცი ვიხდი. ანუ ორ-ორი რა, გაორმაგებული. ხო, შესაბამისად, ჯერ ნახოთ სად ვართ. იმის დამიხედვით დაუსახოთ ადეკვატური გეგმები ჩვენს თავს და იმ ადეკვატური გეგმებისთვის გამოვყოთ კონცენტრაცია და რაღაცა პერიოდი ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ეს გეგმები შევასრულოთ. ანუ პირველი რომ სურვილი უნდა გაძლიერდეს 100%, ანუ აი ესე გაქცეული მინდა არ მინდა რა, ეს რომ გამკრავს აქეთა ყურიდან და აქედან გამოვარდება, ვაიმე ძალიან მინდა ვარჯიში, ეგრე არა. მინდა მაშინ დავჯდე და მოდი ვიფიქროთ როგორ შეიძლება დავიწყო ვარჯიში. თრგუნავს დარბაზი? ესე იგი დარბაზი გამოირიცხა. ნუ ან შეიძლება არ თრგუნავს, უბრალოდ შორს არის. ვერ ვივლი. ან შეიძლება შორს არ არის, უბრალოდ საშუალება არ მაქვს. უამრავი რაღაც შეიძლება იყოს, ხო? კაი, დარბაზი გამოირიცხა, დაგვრჩა სახლში ვარჯიშები. სახლში ვარჯიშების დაუშვათ. არსებობს პროგრამები, ფასიანი, არსებობს პროგრამები უფასო. ნუ პროგრამები არ არსებობს უფასო იდეაში. უბრალოდ მიყრილ-მოყრილი ვარჯიშებია, მაგრამ დაწყება იქიდანაც შეიძლება. ხო, ფიზიკური, თავარია ფიზიკურად იყო აქტიური. შეიძლება იქ YouTube-ზე უფასო დაიწყო, რომ მიხვდე რომ იმ იქა მიყრილ
პროგრამებს დაუშვათ ჩემთვის შედეგს არ გაძლევს, გადახვიდე უკვე სახლის ვერსიაზე, ფასიან ვარჯიშებზე, ფასიან პროგრამებზე. არასდროს არ არის სახლის ვერსია, სახლის ვარჯიშები იმაზე ძვირი ვიდრე დარბაზი. არასდროს. კი, არ არის. თუ არის ესე იგი ვიღაცა შარლატანთან და თაღლითთან ხარ მოხდრილი. ანუ სახლის პროგრამები რა ვიცი 3-4 ჯერ იაფი გამოდის, მეტი კაცო, რა 3-4 ჯერ. კაი 4-5 ჯერ იაფი გამოდის დარბაზზე. პირიქით, თუ დარბაზის აბონემენტს კიდე პლუს პერსონალური მწვრთნელის თანხას დაამატებთ, ნუ მაშინ რაღაცა 10 ჯერ იაფი, 20 ჯერ იაფი გამოგდით. ხო, სახლის ვარჯიშების შესაბამისად არის ძალიან ბევრი ვარიანტი, რომ დავუშვათ დაიწყოთ ფიზიკური აქტივობა. თავარია თქვენ სამოქმედს ყველა გოგოს აუცილებლად ვურჩევ. მაგრამ პირველი კითხვა რა იყო? ვაი ბოდიშკა გაწყვეტილი. რას ჩაწერდით თქვენს 2026 წლის გეგმებში და მათ მივდიოდი ახლა მეც ყველა გოგოს დიდი გულწრფელობით ვურჩევ, რომ თქვენს გეგმებში აუცილებლად ჩაწერეთ საკუთარ თავზე ზრუნვა, რაც თავისთავად მოიაზრებს ფიზიკურ აქტივობას. კი, აი ეგ ძალიან კაი რაღაცა თქვი შენ მარტო ფიზიკური აქტივობა ეს არის რაღაცა ძალიან განცალკევებული მიმართულება, რაც იდეაში მე მაგაზე იმიტომ ვარ ორიენტირებული, რომ ეგ აუცილებელი არის დღევანდელი ადამიანისთვის. იმიტომ რომ დღევანდელი ადამიანი ზის. დღევანდელი ადამიანისთვის ფიზიკური აქტივობა არის წყალივით აუცილებელი და მაგიტომ რაღაცა მაგაზე ვარ ხოლმე ჩაციკლული, მაგრამ ფუნდამენტი არის საკუთარ თავზე ზრუნვა. საკუთარ თავზე ზრუნვა მოიცავს ძალიან ბევრ რაღაცას. იქ სოციალიზაცია, რაღაცა საკუთარი სურვილების გათვალისწინება, დასვენებასაც სწავლა უნდა მე თუ მკითხავ ახლა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ახლა ყველა იმაზე მოსწრება, ჩიკარ, გვავიწყდება როგორ ხდება დასვენება. იმიტომ რომ დასვენება სკროლვაში არ არის. დასვენება არის იდეაში მართლა შენი თავისთვის გამოყოფილ დროში, ბუნებასთან კონტაქტში, წიგნთან კონტაქტში და ასე შემდეგ. აი ეს არის დასვენება. კი ბატონო. ასე რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ეს არის ძალიან ნომერ პირველი პრიორიტეტი რა. ამის იქით ბევრი სხვა გეგმა არა ჩება ინდივიდუალურად მე მაგალითად შარშანდელ გეგმაში მქონდა ინგლისური ენის გაუმჯობესება. მერე რაღაც სამსახურის შეიძლება ვიღაცის სამსახურის შეცვლა იყოს გეგმა, ასე შემდეგ, თუმცა ამ გეგმებში არასდროს არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვა. ეს იყო ის სათქმელი, რაც ჩვენ ამ კითხვით გვინდოდა და ვიცი რომ ბევრი გოგონა წერს საკუთარ გეგმას და თუ ამ დრომდე არ ჩაგიწერიათ, აი მანდ მინდოდა დამემატებინა ჩაწერის მნიშვნელობა რა. ხო არიან ადამიანები, ვინც აუცილებლად ჩაწერონ ეს ყველაფერი და მე ვიყავი ადამიანი, რომელიც აი ოღონდ ეს აუცილებლად ტრადიციასავით გქონდა ხოლმე, რომ ახალ წლამდე აი ესე თავში ჩამოვარაკრაკებდი, რა მინდოდა მომავალ წელს გამეკეთებინა რა და ეს გეგმები მქონდა. 2025 წელმა იქიდან გამდინარე რომ აი ამდენი ნუ რაღაცა ძალიან დიდი რაღაცა მოხდა ჩვენ ცხოვრებაში რა, რაღაცა 44 წლის ასაკში, ავდექი და გადავედი სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, სადაც აი არანაირი საჭიროება არ იყო ჩემ შემთხვევაში კონკრეტულად, რომ მე წავსულიყავი ემიგრაციაში. ჯერ ემიგრაცია არ ქვია ჩემსაც, ჯერ digital nomadi ვარ ფაქტიურად და ექსპატი უფრო მქვია ვიდრე ემიგრანტი, მაგრამ მე ჩემ თავს რაღაცნაირად ემიგრანტად ავიღო. აუ, იქვე ეგრევე. და მე ვიყავი ადამიანი, რომელიც აი სულ ყოველთვის რაღაცნაირად წინასწარ ახალ წლამდე ჩამოვარაკრაკებდი ამ თავში გეგმებს და უკვე ანუ მომავალ წელს ვიცოდი რა იყო ჩემი სამოქმედო გეგმა რა. მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც აუცილებელია რომ ეს ყველაფერი ფურცელზე იყოს დაწერილი. მაგრამ 2025 წელმა მე მიჩვენა რომ ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოწერა და რატო, როდესაც ახლა ძალიან დიდი მოვლენა მოხდა ჩემს შემთხვევაში, ხო, რომ რაღაც აი ამ ასაკში ავდექი და გადავიბარგე სხვა ქვეყანაში. მიუხედავად რომ რაღაცა არანაირი საჭიროება არ იყო ჩემს შემთხვევაში, მაგრამ ნუ გადავწყვიტე და გადავედი. და აი ამ სტრესებმა პირველი ჩემი წუხილი რაც არის და პირველი სტრესი რამაც გამიჩინა არის ის რომ რაღაცა ჩემი ხედვა დავკარგე. აი ეს გეგმები დავკარგე. და ის ტვინში რაც მანამდე ჩამოვარაკრაკე რაღაცა გააქრა, ვერ პოულობ, ვერ ვიხსენებ, ვერანაირად. და მე ყოველთვის იმით ვამაყობდი რომ რაღაცნაირად აი ეს ვიზუალიზაციის უნარი ძალიან მათ მქონდა რა, განვითარებული, აქტიურად განვითარებული და ყოველთვის ხედავდი ჩემს წინ მიმავალ ბილიკს და აი ამ ბილიკზე ვიდექი და საკაიფოდ ყოველთვის წინ მივდიოდი რა თქმა უნდა იყო მომენტები როცა ერთი ნაბიჯით უკან ხვდებოდი რომ მე ორი წინ გადავხტარიყავი, მაგრამ ესეც კი გათვლილი კი არა და ანუ დანახული მქონდა ეს მომენტი რა და აი ამ ხელა სტრესმა ეს მე დამიკარგა.
და ზუსტად აი წამოსვლამდე, აი სადღაც დეკემბრის დასაწყისში მე ეს ყველაფერი აი ჩემთან ვაღიარე და გავაჟღერე, რომ მე ჩემი ხედვა დავკარგე. იმის გამო რომ მე აი ჩემ თავში ჩამოვარეკრაკე და ჩემ თავზე ტვინზე რო ვიყავი დამოკიდებული და ამაყი რომ მე ყოველწლიურად მახსოვს და ჩემ ხედვა მაგდა რაღაცა, უცბად ისეთი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ აი ამ სტრესმა დამაკარგინა მე ხედვა. ამიტომაც აქ არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტად აი 2026 წელს იქ რო დავუბრუნდე მე რას დავიწყებდი, რომ დავიწყებდი ამ წლიდან უკვე გეგმების ფურცელზე ჩამოწერას. რომ აი რაც არ უნდა ისეთი მოვლენა მოხდეს, ხო შეიძლება ვაჟი ამნეზია დავიმართოს. ჩამოწერილი გაქვს რა. წად დავაკაკუნე. ხო, თუ. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის გეგმების ჩამოწერა და არ დაგეზაროთ, აიღეთ პასტა და ფურცელი, ჩვენთან ერთად გაიცით. აი იმ სამ კითხვაზე გჭირდებათ რომ პასუხი გასცეთ რა. всё, აი ეგ სამი კითხვა არის თქვენი სამოქმედო გეგმა. აი ძალიან მაგარი ეს არის. და всё, მეტი არაფერი აღარ გჭირდება. სანამ ახალი წლის ჟრიამული ჯერ კიდევ არ დაწყებულა, დაუთმეთ თქვენ თავს, თქვენს გეგმებს, დამატებით 1 საათი. მოიმარჯვეთ პასტა და ფურცელი და იფიქრეთ რა გინდათ რეალურად იყოს თქვენს 2026 წლის გეგმებში. ოჯახიც ჩართეთ, შეიძლება იყოს ეს ოჯახური გეგმები, ხო? ოჯახით ჩართეთ, ოჯახით აფიქრეთ, რომ ეს რაღაცა ერთობლივად ერთიანი გეგმა დაიწეროს და მათივარზე მიიკრას და ყველა მიცოდეს ეს ყველაფერი რა. შვენიერი. ეხლა მოდი შევაჯამოთ 2025 წლის ტრენდები ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით, რაც იყო. მოკლედ რას წამოვიღებდი და რას არ წამოვიღებდი და რასაც წამოვიღებს ამ მიმართულებით. ტრენდებში ისევ პიკში იყო ეს GLP-ის კლასის ჰორმონალური სინთეტიკური ჰორმონალური პრეპარატები, რომელიც ჩვენთან ცნობილია როგორც ოზემპიკი, მანჯარო, მუნჯარო, კილიმანჯარო, მეზე მეცახი. და მაგას დიდი სიამოვნებით დავტოვებდი მანდ და აღარ წამოვიღებდი. იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ არის ეგ საუბარი ეს პრეპარატები შეიქმნა ადამიანებისთვის ვისაც ჰქონდათ ჯანმრთელობის გართულება ტიპი 2 დიაბეტი და ზე ჭარბი წონა 150+. და ანუ აი ესეთი წონის მენეჯმენტისთვის. მაგრამ როდესაც ჩვენ ხვდებოდით ისეთ кейსებს სადაც გოგონები 80 კილოიანი, 90 კილოიანი, თუნდაც 100 კილოიანი ადამიანი შავ ბაზარზე ეძებდა მინდა გითხრა რომ 75-70 კილოიანი გოგონები 5 კილოს დასაკლებად. ანუ ის ადამიანები ვისაც სამედიცინო ჩვენება არ აქვს მედიკამენტის გამოყენება. კი ბატონო და როდესაც ხვდებოდით ეს кейსებს რომ შავ ბაზარზე ეძებდნენ აი ამ პრეპარატებს და მე თვითნებურად ან ჯგუფებში ნარჩევი დოზებით იკეთებდნენ ამ ყველაფერს და აი ამ პრეპარატებზე იყვნენ დამოკიდებულები, მოკლედ აი ამას არანაირად არ წამოვიღებდი რა, იმიტომ რომ პირველი რისკი რასაც ამ ესეთ პრეპარატებს ახლავს, ეს არის კუნთოვანი მასის გალევა ცხიმთან ერთად და შესაბამისად ძლოვანი სტრუქტურის დაკარგვაც, იმიტომ რომ 2025 წლის ერთ-ერთი კიდევ ტრენდი, რაც ძალიან პოზიტიური ტრენდი იყო, ეს არის კუნთოვან მასაზე ჩაჭერა, ასე ვთქვათ, მისი მნიშვნელობის წამოწევა და როგორი მნიშვნელოვანი არის კუნთოვანი მასა ზოგადად ხანგრძლივი ცხოვრებისთვის და დღეგრძელი ცხოვრებისთვის. რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი აქტიური ქსოველი, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ ჩვენ ხარისხიან და დღეგრძელ ცხოვრებას და ამას თუ ჩვენ აი ამ პრეპარატებით ვკარგავთ, როდესაც არანაირი საჭიროება არ გვაქვს, აი ეს ძალიან დასანანია და ამას ნამდვილად არ წამოვიღებდი აი აქეთ ვარ. შემდეგ წელს. ასევე მაგის თანხლები რისკი არის მალნუტრიცია, იმიტომ რომ ეგეთი პრეპარატები იდეაში მადას აქვეითებენ და მოზარდებში ახალგაზრდა ადამიანებში არის ძალიან დიდი საშიშროება, რომ აღარ მიიღონ ჯანმრთელობის სხვა გართულებები, შემდეგ დეპრესია და უამრავი რაღაცა რა. ამაზე არ გვინდა რომ ძალიან ჩავაჭიროთ, იმიტომ რომ ვაფშე სხვა მიმართულების თემა არის და ძალიან ამას არ წამოვიღებდით. წამოვიღებთ აუცილებლად იმ ტრენდს, რომ გავაძლიეროთ კუნთოვანი მასა, შესაბამისად გავაძლიეროთ ძლოვანი სტრუქტურა. ძლოვან სტრუქტურაზე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამებ, ქალების შემთხვევაში როგორი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ 40 წლის მერე ისედაც ბუნებრივად ვკარგავთ ძლოვან სტრუქტურას, იმიტომ რომ გვეკარგება კი არა ქვემოთ იწევს ესტროგენის ლეველი დონე, ხო? მენოპაუზასთან ერთად. მენოპაუზის დროს საერთოდ ვკარგავთ, ხო? შესაბამისად, ჩვენ ორჯერ უფრო მეტად დიდი რისკის ქვეშ ვართ, ორჯერ და სამჯერ უფრო მეტად რისკის ქვეშ ვართ ოსტეოპენიაზე, ოსტეოპოროზზე, ანუ ძვლის გამოფიტვა, რასაც ქვია, მერე შემდგომში ღმერთმა დაგვიფაროს და მოტეხილობებზე და ასე შემდეგ. ამიტომ გოგოებო, გაძლიერებული უნდა დავხვდეთ ამ ყველაფერს, გავაძლიეროთ კუნთოვანი მასა, გავაძლიეროთ ძლოვანი სტრუქტურა და აი ეს წავიღოთ უეჭველი 2026-ში. კი.
ასევე ერთ-ერთი ტრენდი იყო გასულ წელს skin is back. არის ეგეთი ტრენდი. ოღონდ აი რაც გულისხმობს სიგამხდრის პოპულარიზებას. მოდი ეგრე. პოპულარიზაცია, ხო. მოდი ეს გამხდრობა ჭყალებში მოიხსენიოთ, ხო? იმიტომ რომ ჩემთვის გამხდრობას არ აქვს ფუნქციური დატვირთვა. აი მარტო გამხდარი რაღაცა ხოც სიმაღლეში გუ არ აქვს. აი იგივე არის რა, რომ სიგამხდრე ფუნქციურად ძლიერი არ არის. ამ ტრენდს აუცილებლად დავტოვებდი 2025-ში, ის კი ჯერ საქართველოში არ შემოუღწევია. ეს არის 2025-ის წლის მეორე ნახევრის ტრენდი, სადღაც 4-5 თვე არის დასავლურ სოციმედიაზე გამოჩნდა და გამოჩნდნენ ოღონდ მასთან მებრძოლი კრეატორებიც, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს არ უნდა მოვიყვანოთ უკან და იმედია საქართველოში შემოუშვებლად დავტოვებთ ამ 2025-ში მაგ ტრენდს, იმიტომ რომ სიგამხდრის პოპულარიზაცია ისევე როგორც ბოდი პოზიტივიტმა მოგვიტანა სიმსუქნის პოპულარიზაცია ცოტა ცუდი სიტყვა, მაგრამ რაღაცნაირად აი მოზარდ ბავშვებს დააჯერეს, რომ უნდა მიიღო ეს სიმსუქნე როგორიც ხარ და ის რომ შენ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო, ეს არაფერი არ არის. იმას არ ნიშნავს, რომ შენ ამ სხეულში უბედური უნდა იყო. იმ მომენტში, რა თქმა უნდა, შენი მოცემულობა უნდა მიიღო და ბედნიერი უნდა იყო იმას, რასაც ატარებ, მაგრამ იმას, რასაც ატარებ, ეს არის შენი გადაწყვეტილება, ხო? და შესაბამისად, ეგ არის მან თავი, რომ შენი გადაწყვეტილებები შეცვალო, შენი არჩევანი შეცვალო, შენი ჯანმრთელობის და სასარგებლოდ. მათ მე მგონი body positivity-ში პრობლემა ეგ იყო, რომ თუ შენ იყავი ჭარბწონიანი და ცდილობდი რომ ეს წონა დაგეკლო, რაღაცნაირად თითქოს ადამიანები გაშეიმინგებდნენ, რომ ცდილობდნენ რომ შეერცხვინეთ, რომ შენ ესე იგი შენი თავი არ გაქვს მიღებული ისეთ როგორც ხარ. კი, ზუსტად ეგ არის პრობლემა. ანუ ორი რადიკალური მომენტი არის რა, ეს body positivity-მა მიგვიყვანა აქეთ მხარეს და skin is back, ანუ როგორც თქვით, პირიქით ქალი უნდა იყოს ძლიერი, არ გულისხმობთ ჩვენ რომ იქ ვერც იქნებით დაკუნთულები და გადაკუნთულები, მაგრამ იმუშავეთ კუნთურ მასაზე და ანუ ფუნქციური გამხდარი იყავით, თუ მაინც გამხდარია თქვენი იდეა ფიქსი, ფუნქციური გამხდარი იყავით ისეთი, რომ იქ კიბეზე არბენა შეგეძლოთ, ბავშვს რო ექსკურსიაზე გაყვებით, იქ მთაზე რო მთაზე არბენა შეგეძლოთ და ასე შემდეგ რა. ძლიერი სხეული იქონიეთ, იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა, კუნთის შენება აძლიერებს იმუნიტეტს ცალსახად. კი ბატონო, ეს მიმართულება თქვით, რომ ჯერ არ შემოსულა და მოდი არ შემოვიყვანოთ ჩვენს ტრენდებში და კიდევ ერთი გავრცელებული ტრენდი რაც იყო, რამდენიმე წელია უკვე ეს ტრენდები აქტუალურია, ეს არის გამოწვევები, სხვადასხვა თარიღები, 21 დღიანი, არის 50 დღიანი, არის 75 დღიანი გამოწვევა, რაც გულისხმობს საკუთარი თავის გამოწვევას, როგორც ფიზიკურ აქტივობაში, ასევე რაღაცნაირად ცხოვრების მოწესრიგებაში. ჩვენ 2025 წელს ზუსტად მაგის საპასუხოდ დავნერგეთ ესეთი პროექტი, მისია. ძალიან წარმატებული იყო ეს პროექტი, ძალიან ბევრი მადლიერი მომხმარებელი მკერდა, ვინც გაიარა პრინციპში ეგ პროექტი, ყველა ძალიან მადლიერი ისე რომ ითხოვენ მისის გაგრძელებას და ჩვენ მაგას აუცილებლად წამოვიღებთ 2026-ში, ეგ პროექტი არ დარჩება ნამდვილად 2025-ში გაგრძელდება და რაც შეეხება კიდევ გამოწვევების საპასუხოდ, ჩვენ ასევე შევქმნით ახალი პროდუქტი, რომელიც არის 75 Hardys ანალოგი, რომელიც ძალიან ცნობილი გამოწვევა არის და საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენ ცოტა გავამარტივეთ და გამოვეცით, სათხარ, ნინო, სათხარ, უნდა მოვიღო. და დავაძრო. ეს არის ჩერის გუნდის მიერ შექმნილი 75 დღიანი გამოწვევა, დღიური, სადაც დანომრილია თითოეული დღე, აქვს თავისი რამდენი წესი გეტყვით? რამდენი წესია? მგონი 5. 1 2 3 4 5 6. ნუ მე-6 ისეთი არის, რა ფოტო გადაიღე. მაგრამ 5 ძირითადი წესი აქვს, რომელიც ძალიან დაგეხმარება ჩვენების დანერგვაში, ცხოვრების დისციპლინის გამომუშავებაში და ასე შემდეგ. წაკითხოთ? წავიკითხეთ და შევთანხმდეთ მიგვაქვს თუ არა ეს ტრენდი შემდეგ. მიგვაქვს რას ქვია, ახალი წლისთვის ყველას გაისაჩქარი არის ეს? სეკრეტ სანტა ხარ? 75 დღიანი ჩალენჯი მიუტანე შენს ნასეკრეტალს და ასე შემდეგ. ესე იგი პირველი რა თქმა უნდა ფიზიკური აქტივობა 45 წუთიდან 60 წუთამდე, ოღონდ ყველაფერი ითვლება. იოგა, პილატესი, აერობიკა, ცეკვა, სპორტული აქტივობები, პადელი, ჩოგბურთი, ცურვა, ყველაფერი. რაც კი რაიმე წარმოგიდგენია ფიზიკურ აქტივობად.
ყველაფერი, სექსიც. სწრაფი კვება, რომ 75 დღის განმავლობაში ასევე უნდა ამოვიღო დამატებული შაქრები, ანუ პროდუქტები, რომლებსაც აქვს დამატებული შაქრები და არა ბუნებრივად აღმოჩენილი შაქრები, ოკეი? დამატებული შაქრები, ალკოჰოლი და სწრაფი კვება. საქანა. 75 დღე 75 დღე. დავივიწყოთ. კათით. მე ძილი, რა ვახარებს იცი რომ ამ დღიური შემძენი, რომ 75 დღე, ოკეი, ჩავარდნები შეიძლება იყოს, მაგრამ 75 დღე რომ 12 საათამდე დაიძინებს, ხო ადგება ის ადამიანი დაწმენდილი სახით, თვალებით, არა შეშუპებული, დამშვიდებული ნერვებით, კეთილშობილი. რამხელა რაღაცა იქნება. დალიან დღეში 2 ლიტრი წყალი რა თქმა უნდა და ბოლო წესი არის, წაიკითხე დღეში მინიმუმ 10 გვერდი. არა აქვს ეს რა ლიტერატურა იქნება, კლასგარეშე ლიტერატურა, კი არა და რა ქვია მაგას, ხატრული ლიტერატურა იქნება, თუ იქნება შენი საქმიანობის ლიტერატურა, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ის რაც შენს პიროვნებას გაზრდის, იმისი 10 გვერდი უნდა წაიკითხო დღის ყოველ დღე, მინიმუმ. და რა თქმა უნდა, მე არის აღნიშნული, მე პატარ-პატარა სამოტივაციო ფრაზები, კვირის შეჯამება, თვის შეჯამება, რა ისწავლე, როგორ ისწავლე, პატარა საინფორმაციო საგანმანათლებლო გვერდები, მოკლედ, ძალიან ბევრი იშრომა ჩემმა გუნდმა, რომ ჩერის დღიური, მოკლედ ბოდიში შეგაწყვეტნენი, ჩერის დღიური და ეს ჩალენჯი გავაერთიანეთ, ასევე ჟურნალინგის მეთოდი გადმოვიღეთ, დღიური წარმოების მეთოდი გადმოვიღეთ. და ყველანაირად ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად გეხმა მეტი რა გავაკეთოთ კაცო და შეიძენთ ჩერის ფიტკოზე მოგწერეთ. მოდი ცოტა სახალხო ნაწილზე გადავიდეთ, ტრენდებზე ვილაპარაკეთ და ასევე ცნობილი ტრენდი იყო red flag and green flag. წითელი დროშა და ხო. ეგ 2025 იყო თუ 2025? 25-ში ხო, აი მომენტია წლები როგორია, მაგრამ 25-ში აქტუალური იყო და მოდი ცოტა სახალისო კითხვები დავსვათ. ახალ წელზეც და ვარჯიშზეც შენთვის სად არის გრინი და სად არის წითელი დროშა და სად არის წითელი ცუდია ხო? წითელი ცუდია, მწვანე კარგია, წესებს შეგახსენებ. იქნება შერეული კითხვები სახელმწიფო თემატიკაზეც და ვარჯიშზეც. მოდი დავიწყოთ ესე. ახალი წლის ღამე სუფრასთან ტელეფონში ჩაძრომა. Red flag. მაგრამ მე როგორც ბლოგერი მეპატიებ რომ ჩავძრო ტელეფონში და გადავიღო და ყველაფერი დავკადრო და რაიმე ახალი სიტყვა ხო? ჩვენს რეალობაში დავკადრო, ვიკადრო. ეს ჩაძრომა არ არის. აბა, შენც იმაშვები. ჩაძრომაში ალბათ scroll-ა იგულისხმება. scroll-ა ხო, არა, red. უეჭველი red. წინასწარ ნაფიქრი საჩუქრები და არა ბოლო წუთს ნაყიდი შოკოლადის შეკვრა. წითელი დროშაა თუ მწვანე? შენ შვები თუ არა, ეს არ არის კითხვა. წითელი. ოკეი, წითელი. შოკოლადის ნაკრებია წითელი დროშა. ნახე კითხვა როგორი იყო? კარგად მომისმინე ნინო. მიდიაბ. წინასწარ ნაფიქრი საჩუქრები და არა შოკოლადის შეკვრა. ხო, რა თქმა უნდა, წითელი. ხო, არა, მწვანე. ვერ გავიგე. მწვანე. სწორია. ბამბანერგ მაგრამ მე ხანდახან ვაკეთებ ახლა ბამბანერგით მივსულ არ ეხლა ვიღაცასთან. 1 იანვარს დარბაზში აქტიური ფიზიკური ვარჯიში? იცი რა არის? ვერ იტყვი ახლა ესე მწვანე თუ წითელი რა. ახლა ადამიანი რომელიც აქ მარტოა და მარტო სულად გრძნობს თავს, წავა და დარბაზში ტრენაჟორებთან დაამყარებს კონტაქტს. просто არც ერთ დარბაზი არ არის ღია პირველში. ორში იხსნება ოქტოპუსი მგონი. კარგი. ეხლა მამიდენ გასხე. როცა მთელი დღე არაფერს არ ჭამ, იმის იმედით რომ საღამოს სტუმრად მიდიხარ. ხო, მან წითელი დროშა რას ლაპარაკობ, ჭამეთ ჩვეულებრივად, ჭამეთ ყველგან სადაც კი შანსი მოგეცემათ რომ ახალი წლის სტუმრად ჭამო. ეხლა ეს რამდენად სწორი მესიჯი არის, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთელი დღე რო იშიმში, ანუ საუზმე არის განსაკუთრებით ძალიან წმინდა და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში რა. ამიტომ საუზმეს მაინც ნუ გამოტოვებთ და გააჩნია რომელ საათზე მიდიხართ სტუმრად. თუ ძალიან გვიან მიდიხართ, ხა ისიც ხომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოჯახი არ უნდა შეერწყინო და იმ სადაც წახვალთ არ უნდა გადაჭამოთ. თელის მაჩორის. როცა ვარჯიშს იწყებ, როგორც სასჯელს წინა დღეს ბევრი ჭამის გამო. წითელი დროშა აუცილებლად. ვარჯიში, მეგობრებო, აი ეს ძალიან ეროს მიშლის ხოლმე, რომ ვარჯიშს გადააქცევენ სადამსჯელო ღონისძიებად. ეგ ხანდახან მეც მithქვია, იცი, რომ აი რაღაცა ბევრი მომივიდა და შეიძლება ანუ სიარულით ან რაღაცა იმითი გავხარჯო ენერგია. მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ
ვარჯიშთან არაჯანსაღი დამოკიდებულება არ მაქვს. ჩემთვის ეს მესიჯი არის არაჯანსაღი დამოკიდებულება და ძალიან ბევრს აქვს სამწუხაროდ ეს რომ ვარჯიში ყოველთვის სადამსჯელოებად იყენებენ. ფიზიკური აქტივობა, კუნთების შენება და ზოგადად ვარჯიში ხო იმდენად ბევრ ბენეფიტს გაძლევს დასანანია რომ აი ესეთი მადლიერი რაღაცა და ესეთი მადლიანი უბრალოდ მადლიანი და დადებითი ინსტრუმენტი გადააქციო სადამსჯელო ასე ვთქვათ ინსტრუმენტად. ასე რომ წითელი დროშა. წითელი დროშა. ადამიანები, რომლებიც ამბობენ ახალი წელი საერთოდ არ მიყვარს, ჩვეულებრივი დღეა. გაგია ეგეთი რამე? მე არ გამიგია. მაგრამ წითელი დროშა მათ. კი. კარგი გიგია? არა, ახალი წელი დაბადების დღეზე გამიგია. კი. დაბადების დღე გამიგია რომ არ უყვარს და ეგეც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ის მოგონებებია, ის ამდენი სიყვარულები რაც ამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ დაიბადნენ, არ უყვარდეთ. როგორ შეიძლება აი ეგ არ მესმის და ახალი წელს ნახოთ არ გამიგია. გაიგია? კი. წითელი დროშა თქვენ რანაირად როგორ შეიძლება ახალი წელი არ გიყვარს? და ეს, როცა 1 იანვარს 9 საათზე გირეკავენ ახალი წლის მოსალოცად. ჰა? დილის 9 საათზე? კი. ო, წითელი დროშა. ეგეც არ გამიგია. სადა მოკრი მე კითხები. მე კი, ბაბუაჩემი მირეკავს ხოლმე. და დაბადების დღესაც მე კაი, მაგას არ მიიჭერ არა, წითელ რა თქმა დროშას. უნდა, ბაბუაჩემს არ ვაწვევ. არა, ხო. ისე სხვა შორს წეღანდელ მე რომ კითხავთ მირეკავს პირველ ეს იანვარს. გუნიშნავს რომ მე სხვებსაც ურეკავს ის ჩამორეკვაზეა. და მე ის წეღანდელი კითხა რო იყო 1 იანვარი არ უყვარს და რაღაცა. ნუ აი ალბათ ძალიან ცუდი რაღაც თუ დაემართა ოჯახში აი რაღაც სხვარი რო გარდაცვალება მოხდა და რაღაცა. ალბათ მაგიტო არ უყვარს. მაგას არ მივიცემ წითელ დროშას. ეგეთ ადამიანს. მაგრამ თუ პროსტა არ უყვარს უმიზერად მაშინ მე ვიტყვი რომ ჩემ ოჯახსაც აქ საფუძველი რო ახალი წელი არ უყვარდეს, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი ბედნიერებით აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს. ხო. ეხა შევაპაროთ ბლიც კითხვებით. ოღონდ აქ კითხვებში უნდა მიპასუხო შენ რომელი უფრო გიყვარს, ეს არ გულისხმობს რომ რომელი ან კარგია, ან ცუდია, ან რომელიმე უნდა გავაკეთოთ, ან არ გავაკეთოთ. მოდი მივყვეთ. წონებით ვარჯიში თუ კარდიო ვარჯიში? წონებით ვარჯიში მიყვარს მე, მაგრამ ორივე უნდა გავაკეთოთ და ორივეს ვაკეთებ მე. რა თქმა უნდა. ზედა ტანის ვარჯიში უფრო გიყვარს თუ ქვედა ტანის? ეხლა უკვე ორივე. როცა დავიწყე თავიდან, რაღაცა ზედა ტანზე ვიყავი, ჩაკიკინებული. ბოდიში, ქვედა ტანი, მაგრამ მევასებოდა და იმდენი ვაკეთე რომ აღარ მევასება. ორივე მიყვარს. დარბაზში ვარჯიში უფრო გიყვარს თუ გარე აქტივობები? აუ, დარბაზში მე დარბაზის ვისთხავ არა ვქნა. ვარჯიშის დროს მუსიკა თუ პოდკასტი? პოდკასტი. All day long. ძალიან იშვიათად უსმენ მე ვარჯიშის დროს მუსიკას ძალიან იშვიათად. ან საერთოდ არაფერს არ უსმენ, ან პოდკასტს უსმენ. ჯგუფური ვარჯიშები უფრო გიყვარს თუ მარტო ვარჯიში? ჯგუფური ძალიან მიყვარს. აუ რა, ორივე. ტრენაჟორებით ვარჯიში ძალიან მიყვარს და ნუ ჯგუფურიც ძალიან მიყვარს. კარგი. ტრენაჟორებით ვარჯიში თუ თავისუფალი წონებით? თავისუფალი წონები. თავისუფალი წონები. გადაწყვიტე. ხო. ნუ მე ესე მიყვარს თავისუფალი წონები მევასება. გირები, შტანგები, განტელები. წაიღე სადაც გინდა ატრიალე, აბზრიალე. ბანალური საახალწლო კითხვებით შევაპაროთ. გოზინაყი თუ საცივი? რა შედარებაა? მე მგონი გოზინაყი თუ ჩურჩხელა უნდა იყოს. ხო. გოზინაყი თუ ჩურჩხელა? ჩურჩხელა. ჩურჩხელა. მაგრამ ორივენიცა. ორივენიცა. ჩურჩხელა. მე უფრო გოზინაყი მიყვარს სიმართლე გითხრა. ჩურჩხელა დიდად არ მიყვარს. ხილი ჩურჩხელა შემიძლია ვიღაცას ხელი გამოვაჭრა. არ მომწეს. და მე არ მქონდეს და იმას მქონდეს. გრინჩი თუ სანტა? რა გითხრა ხე? სანტა. რა თქმა უნდა. და ბოლოს ამაზე შენი პასუხი ვიცი და ყველა ბლიჩში უნდა იყოს ეს კითხვა მაგიტო გისვა ხა შენ ყავა თუ ჩაი? ჩაი, მე ჩაი მევასება. ჩაი. ამით დავასრულეთ ბლიც კითხვები. კაი, შენთანაც დაგისვა მოდი იმას. გავერთოთ. ბოლო გადაცემა. გოჭი თუ? გოჭი, შემწვარი გოჭი თუ საცივი? საცივი, მე გოჭირს ხორცი არ მიყვარს. მე ერთო დანაშაულია. ერის დანაშაული. როგორ შეიძლება გოჭირს? კაი, შენთანაც იყოს გოზინაყი თუ ჩურჩხელა? გოზინაყი, როგორც თქვი, ჩურჩხელა არ მიყვარს. უფრო სწორად მიყვარს, როგორ არ მიყვარს, მაგრამ უფრო გოზინაყი. ნაპოლეონი თუ მედოგი? მედოგი. ნაპოლეონი რა იფშქნება არ მიყვარს. მაგრამ მე მეორე დღეს ნაპოლეონი რა ჩარბილ. ჩარბილებული. და ჩემს გაკეთებული აი ნაპოლეონი. მომჩი. ისპანახის ფხალი თუ ბადრიჟნის ფხალი? ნიგზე, ანუ ჩემი თელი ბავშვობა მაგაზე დამცინოდნენ, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია ნიგზენი ბადრიჯანი. ნუ ნიგზენი ბადრიჯანი.
კარგი. შეყვარებულზე მიწერა თუ შეხვედრა? შეხვედრა რა თქმა უნდა მიწერა. არა რატო ჩათაობა. ჩათაობა უფრო გევასება თუ შეხვედრა? მე საერთოდ მიწერა და ტელეფონზე დარეკვა და ეგეთ რაღაცების უმეზარება. ჩემო მეგობრებმაც ეგრე იციან, რომ რამე თუ მაქვს მოსაყოლი, ნახეთ ვეუბნები. გრძელი ამბების მიწერმოწერები მეზარება მოკლედ რა. ამიტომ უეჭველი შეხვედრა ყველასთან. მათ შორის შეყვარებულთან. მათ შორის საფლირტაო მასალასთანაც. ხელით წერა თუ ბეჭდვა? ხელით წერა, მაგრამ დიდი ხანი არაფერი არ დამიწერია. მე ისე ხელით წერა. ანუ ხელით წერა გირჩევნია, როცა მე ცალსახად ხელით წერა მირჩევნია და ჩემ შემთხვევაში ძალიან კაი გამოსავალი იყო iPad-ზე პროგრამა, სადაც აი ხელით წერ იმას რა. ანუ აი კლავიატურით რო ვკრიფავ, იდეა მეკარგება. ეთყობა კონცენტრაცია გადადის თუ რა არის, არ ვიცი რა, ეს ხო ბავშვობიდან ჩვენია. რა ვინ წაგვართმევს? მე უკვე ახლანდელი ბავშვების, მე მგონი ბავშვობიდან. ახლანდელი ბავშვები ხო სავარაუდოდ ეგრე იქნებიან, მაგრამ მე მაგრამ მივასება ხელით წერა. მოკლედ იდე, როცა ახალი რაღაცას ვწერ, უეჭველი უნდა დავწერო ხელით. ამით დავასრულებ ჩვენს დღევანდელ პოდკასტს. გილოცავთ შობა ახალ წელს წინასწარ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დაგებედოთ უამრავი ბედნიერება, ლამაზი დღეები, ხვავი, ბარაკა და რაც თავარია, ჩამოწერილი გეგმების ფრთების შესხმა. ოღონდ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენი გაძლიერება, თქვენი სურვილების გაძლიერება და თქვენი კონცენტრაციის კონცენტრირება. კონცენტრაციის კონცენტრირება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მეც ყველას გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ყველა ის ნატურა, რასაც ახალი წლის ღამეს ჩაიფიქრებთ, აქ სრულებოდეთ. ამით დასრულდა ჩვენი პოდკასტის მეორე სეზონი. ეს იყო რაღაც შემაჯამებელი ეპიზოდი მეორე სეზონის, ასევე წლის ბოლო ეპიზოდი და ვისურვებდი, რომ მომავალში მოგმატებოდეს მაყურებელი. მოდი ჩვენ პოდკასტს ეგ ვუსურვოს. იმისთვის, რომ გავაგრძელოთ არსებობა, ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. შესაბამისად, თუ აქამდე გამოწერილი არ გაქვთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ, ასევე გააზიარეთ თქვენს მეგობრებში და ახლო წრეში. ჩვენი პოდკასტი ვისთვისაც თვლით, რომ საინტერესო იქნება ჩვენი ყურება და დაგვიჭირეთ მხარი. ძალიან დიდი მადლობა და აბა თქვენცით.